რომელიც ბეტონში გაკეთებული თვითონ ბოლომდე მეორე აქ არაფერი შენობა არის. აქ არაფერი არის. მიწაზე უცხოს. იმასაც და იმასაც დაანგრევთ. დიახ. როგორც კი დასრულდა. ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით. ეს არის უშუალოდ საინტერესო. მთელი წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებაში შეერაღებულ ძალებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობდა და დღეს ვართ მარნეულის ბაზაში ჩვენ ერთ-ერთი პირველი მონიტორინგი არასამთავრობოებთან ერთად სწორედ მარნეულის ბაზას ჩაუტარეთ და იქვე შევთანხმდით რომ სიტუაცია გამოსასწორებელი იყო დღეს ხედავთ რომ გვაქვს ახალი ინფრასტრუქტურა მარნეულის ბაზაზე აბსოლუტურად ახალ გარემოში არიან ჩვენი ჯარისკაცები სრულდება რამდენიმე პროექტი ყაზარმის პროექტი ლაზარეთის პროექტი და მე მიხარია რომ საქართველოს პარლამენტის წევრები უმრავლესობა უმცირესობა ერთნაირად გულშემატკივრობენ ჯარს არიან ჩვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ რომ ეს მრავალპარტიული მხარდაჭერა შეერაღებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს მომავალშიც ექნება ჩვენ ამ კვირის განმავლობაში კიდევ ვასრულებთ რამდენიმე პროექტს და მინდა რომ საქართველოს ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს რომ ჯარი შეერაღებული ძალები არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი და შევუქმნით ყველა პირობას რომ ქვეყნის დაცვაში ღირსეული პირობები გქონდეს. ჩვენ გვინდა რომ ქართული სამხედრო მოსამსახურე ცხოვრობდეს, მსახურობდეს და იწვნებოდეს მაღალი სტანდარტების პირობებში. პრიორიტეტად ახალმა ხელისუფლებამ, როგორც პოლიტიკურმა სამხედრო ხელისუფლებამ აიღო ხელმძღვანელობამ აიღო პრიორიტეტად გაუმჯობესება სოციალურ პირობების გაუმჯობესება ქართული სამხედრო მოსამსახურეთვის. ეს აუცილებელი, ეს არის ის როგორც მორალური თვალსაზრისით, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით, ვინაიდან კარგ პირობებში და შესაბამის პირობებში სამხედრო ასევე კარგად იწვრთნება. ისევე როგორც მისი мотиваციაც მაღლდება, როდესაც მას აქვს ყველანაირი პირობა, როგორც წვრთნისთვის, ასევე დასვენებისთვის. ამ სამხედრო ნაწილს ის პირად შემადგენლობას ულოცავ ადამიანური პირობების შექმნას. ასეთი რთული ვითარება წლების მანძილზე იყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ამ ნაწილში ფაქტობრივად არაფერი არ გაკეთებულა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული დაფინანსება ჰქონდა წლების მანძილზე თავდაცვის უწყებას, მაგრამ წელს ჩვენ მიუხედავად ყველაზე მწირი ბიუჯეტისა დავამტკიცეთ, რომ რაციონალური თანხების რაციონალური გამოყენებით ასევე სწორი მენეჯმენტის ფარგლებში შესაძლებელია ასეთი პირობების შექმნა. და ეს პროცესი გრძელდება სხვა სამხედრო ნაწილებშიც, დაახლოებით 50 სამხედრო ნაწილში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული მშენებლობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მომავალ წელს ჩვენ გაცილებით უკეთესი პირობები გვექნება იმისათვის, რომ რეალურად ჯარის მთავარი ფუნქცია და მიზანი რაც არის, ემსახუროს ქვეყანას მის თავდაცვის უნარიანობას. ძალიან რთულ მდგომარეობაში დახვდა არსებული სამინისტროს ინფრასტრუქტურა და მიმდინარეობს საშვებული არის პროექტი ყველა სასადილოს რემონტის, რომელიც მიმდინარეობს ამ ეტაპზე და მომავალ წელს ალბათ ყველა სასადილო დამთავრდება და იქნება იმ სტანდარტის და იმ პირობების გარემო პირობების, რაც დღეს თქვენ აქ უყურებთ მარნეულში.